გამარჯობათ მეგობრებო, მოვესალმები თელ საქართველოს და ქართველ პატრიოტებს. ძალიან სამარცხვინო ამბავი მოხდა ამ დღეებში, რომ ომის ვეტერანები, გენერლები დაიბარეს უკვე ხელმეორედ კომისიაზე დაკითხვაზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება პუტინის დავალებით და სულ ყველა მითით ეგა, მაგრამ ამხელა ჯარი ყავს, ამხელა ამდენი პოლიციელი. ნუ თუ სულ ყველა ამ რუსების მხარეს ახართ. არ ამგონია, იმიტომ რომ ჩვენ პიცი სამშობლოს მივეცით და ჩვენ ხალხს და არა გრუზინებს და ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი უნდა დაფიქრდეს მაგაზე. ძალიან დიდი შეცდომაა, რომ საქართველოში არ უფასდებათ ძალოვანი სტრუქტურების მუშაობა. ჩვენ ყველა განწირულები ვართ. განწირულები რა ვხრივ? ნებისმიერ დროს, ნებისმიერს წავლებენ და ან მოკლავენ, ან შეაგდებენ ციხეში, ან თავიანთ შეცდომებს დააბრალებენ უბრალოდ ჯარისკაცებს. ყველაზე დაბალი დონე ვართ ჩვენ. საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, განსხვავებით გენერლები და სპეცნაზელები, ვართ მიზანში ამოღებული. ძალიან სამარცხვინოა ეს, რაც დღეს მოხდა. მინდა მიმართო ოპოზიციას და ხალხს. ჩვენ რატომღაც თავდაცვით პოზიციაზე ვართ სულ და ისინი გვიტევენ. უნდა გადავიდეთ შეტევაზე. მე მესმის, რომ მილიონი დადება, მილიონი ის არის, მილიონს უნდა ლიდერობა, მილიონს უნდა ის, მაგრამ თავარია სამშობლო. ვინ იქნება ლიდერი და ვისი ინიციატივა იქნება, თავარია კაი ინიციატივა იყოს და გამოადგეს სამშობლოს. მე მაქვს ერთი წინადადება, მივმართოთ ევროსასამართლოს და ჰააგის სასამართლოს. ამ რუსების რეჟიმმა, ივანიშვილის რეჟიმმა, ასობით ვეტერანი დახოცა. ეგ ჩემ შვილსაც შეეხება და მეუღლესაც. საქმე ისე აქვს აწყობილი, რომ არც ერთი საქმე არ მიდის ევროსასამართლომდე, იმიტომ რომ ყველა მკვლელობას პროკურატურას უმაგრებს სამხარეულის ბიურო, ეგრეთ წოდებული ბიურო. სინამდვილეში პროკურატურასთან კარგად თანამშრომლებენ, ნებისმიერ დიაგნოზს დაწერენ, რომ აი სასაცილოა უბრალოდ. რა ხო არიან პროფესიონალები, ხო? ცოტა შეიძლება ლამაზად დაწერო, რომ დამაჯერებელი იყოს. არა, ისე არიან განაგლებული, რომ რაც უნდათ იმას აკეთებენ. მივმართოთ ევროსასამართლოს და ჰააგის სასამართლოს. რომ გამოიძიონ, მოითხოვონ და გამოიძიონ ეს მკვლელობები. მე არ ვიძახი ასივეს,
10, 15, 20 მაინც გამოიძიონ და დადონ დასკვნა. იმიტომ რომ პატრიოტების განადგურება, ერთი გაანადგურეს, მეორე გაანადგურეს, რამდენია ჯერ მარტო კოდორი ოპერაციის გულისთვის მოკლული. რამდენი ახალგაზრდა პატრიოტი, ომის ვეტერანი ისია გამქრალი, ისია მოკლული, რომ საქმე სასამართლომდე არ მიდის, რომ უჩილო სასამართლოს და მე მიაღწიო ევროსასამართლომდე. ამიტომ გთხოვთ ოპოზიციურ პარტიებს, ხალხს გაუწიეთ ორგანიზაცია მაგ საქმეს. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია წინასწარ გამოაცხადა, რომ ჩვენ ვართ წინააღმდეგი, რომ ივანიშვილს დავადოთ სანქციები. გასაგებია იმ პარტიის ყველაფერი, სხვა პარტიების პოზიციას გასაგებია, თუ ოპოზიციური პარტიები ამას არ გააკეთებენ, მაშინ ხალხი ვინც გარეთაა, ხალხი გააკეთებს მაგას. ევროსასამართლო მოითხოვს იმ საქმეებს და გადასცემს ააგის სასამართლოს. ამით ბიზინა ივანიშვილი, ხო? აღარ იარსებებს. ბიზინა რო აღარ იარსებებს. არც ეს გრუზინები იარსებებენ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარტყათ პირველ პირს. და პირველ პირს რო დავარტყათ, ასე უნდა მოიქცეთ. ძალიან ბევრია მოკლული პუტინის დავალებით, რუსეთის დავალებით და არც ერთი საქმე არ არის განხილული სასამართლოში. მე მაქვს ნამუშევარი, რამდენიმე ტომია. ამას მე დავამტკიცებ ყველაფერს, მაგრამ ეხლა მთავარია, რომ ევროსასამართლომ და ჰაგის სასამართლომ განიხილოს. და ამისთვის არის საჭირო ძალიან ოპოზიციის წერილი, თუ ზოგიერთი არ მოაწერს, უფრო კაი, ამით გაიშიფრება. და ვინც მოაწერს, ხო მოაწერს, იქნება გასაგები, რომ მართლაც ოპოზიცია, იმიტომ ჩვენ ვარტყავთ ბიძინა ივანიშვილს. მე მგონი ძნელი არ იქნება, თუ არა მიტინგზე იმდენი ხალხია, ყველა მოაწერს ხელს და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია მაინც იზამს თავის თავზე აიღებს ხელმძღვანელობას. იმ 4 ოპოზიციური პარტიის ნაცვლად სხვა ოპოზიციური პარტიებიც მოაწერენ ხელს, ვინც ვერ აიღო 4%, 5%. თუ არა და ხალხის იმედი მაქვს. ბიძინაშვილი, ივანიშვილი ბიძინა უნდა გასამართლეს რა. ჰააგის სასამართლოში. და არა ჩვენი გენერლები, ჩვენი სამხედროები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი შვილები, ძმისშვილები. ჯარში ვინ მსახურობს? უბრალო ხალხის შვილები. რას ხედავ? ბანძიკალიეგა ზის და იწખავს გენერალს. მეცა ვარ 2008 წლის ომის მონაწილე. დამკითხეთ.
მოგცემთ ინფორმაციას. 20 გააშუქეთ ეგ ჩვენი ლაპარაკი ტელევიზიით და არ გამორთოთ კამერა. დიდი მადლობა მოსმენისთვის. თქვენი იმედი მაქვს. და ისევ მინდა გავიმეორო ძალოვან სტრუქტურებში ვინც ხართ და ვართ. ჩვენი პირველი ამოცანა სამშობლოს დაცვა და ჩვენი ერის და არა ალიგარხების. ფულზე არ არის ყველაფერი და ფულზე ვინც ერთხელ გაიყიდება ის მეორდაც გაიყიდება. ეს კანონია. ისე რომ თქვენი იმედი მაქვს მე მგონი ოპოზიციური პარტიები განიხილავთ ამას და გაავრცელებთ გააზიართ ამ ჩემ ვიდეოს. ეგ აუცილებელია საქართველოსთვის. აბა კარგად დროებით თქვენი იმედი მაქვს.